საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთი გრძელდება. საკონკურსო სპექტაკლი ომის ღმერთი წარმოადგინა თერჯოლის თეატრმა. სპექტაკლი ეხმიანებოდა დღევანდელ მოვლენებს. წარმოდგენილი იყო ის პრობლემები, რომელსაც ყოველდღიურობაში ხვდებით. მან უფრო ნათლად დაგვანახა ბავშვობიდან დაწყებული კონფლიქტების მოგვარების განსხვავებულობა ბავშვებსა და უფროსებში. თერჯოლის თეატრი მონაწილეობდა დღეს სპექტაკლით ომის ღმერთი იასმინა რეზას პიესის მიხედვით. გადმოაქართულა ეს ვერსია ეკუთვნის არაჩვეულებრივ თამაზ გოდერძიშვილს და ვფიქრობ, რომ მაყურებლის რეაქციებიდან გამომდინარე მაყურებელმა კარგად მიიღო, პრემიერა შედგა დღეს აქ ფესტივალზე, კარგად მიიღო და ფესტივალს უსურვებთ წარმატებას. ვთვლი, რომ ეხმიანება დღევანდელ მოვლენებს და თეატრს დანიშნულება ეგ არის, რომ იყოს მუდმივად აქტიური, მუდმივად წინ უნდა უსწრებდეს მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება და მუდმივად საუბრობდეს იმაზე, რაც ტკივა ხალხს და იმ პრობლემებზე, რაც არის, იქნება სოციალური თუ ასე შემდეგ. რაც შეეხება იმერეთის თეატრალურ ფესტივალს, მე მგონი ჩემგან პირველად არ იქნება გაჟღერებული, რომ ეს იყო რეგიონალური თეატრების გადარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა და დღემდე მოდის. მადლობა ყველას, იდეის ავტორს, დამფუძნებლებს, იმ კოლექტივ ჯგუფს, რომლებიც ამ დღესასწაულს ქმნიან იმერეთის რეგიონში. დღევანდელ სპექტაკლს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან ესეთი მწვავე თემა არის, რომელიც ყოველთვის ყველა ეპოქაში, ყველა დროში იყო, არის და იქნება ალბათ. მაგრამ ამ სპექტაკლის და ყველა სპექტაკლის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ უფრო ნათლად დაგვანახოს, აი მესამე თვალით დაგვანახოს ესეთი ურთიერთობები, კონფლიქტი დაწყებული თითქოს ბავშვებიდან, რომლებიც სრულწლოვნები არ არიან და ვერ ერკვევიან, ვერაცნობიერებენ რას ჩადიან, მაგრამ სამაგიეროდ უფროსები, რომლებიც თითქოს და ამ კონფლიქტების მოგვარებას ცდილობთ, უფრო დიდ დანაშაულებს ჩავდივართ. და ალბათ ძალიან მრავალისმთქმელი იყო ჩვენი სპექტაკლი და ბევრი რამის დანახვა შეიძლებოდა და თუ კი ვინმე დავაფიქრეთ დღეს, ალბათ ეს ჩვენი გამარჯვებაა. ყველაზე მთავარი რა მინდა გითხრათ, რომ თერჯოლას არ გააჩნია კულტურის სახლიც კი ხალხო. ალბათ მეორე ეგეთი ფაქტი იმერეთის რეგიონში არ მიგულება, რომ ვინმეს კულტურის სახლის გარეშე შეძლოს ესეთი სრულყოფილი ნამუშევრის დადება და ვისარგებლეთ, ესე რომ ვთქვათ, დღევანდელი ჩემი გამოსვლით და მივმართავდით, ვისაც ხელეწიფება შეუძლია ამის გაკეთება, გვერდით დაუდგენ თერჯოლის ხელმძღვანელობას და იქნებ ერთი კულტურის სახლი, როგორღაც
თერჯოლას ვაჩუქოთ, იმიტომ რომ მათ ყავთ არაჩვეულებრივი რეჟისორი, არაჩვეულებრივი პერსონალი, იქ ხალხი, რომელსაც თეატრი ძალიან უყვარს და იქნებ ერთი კულტურის სახლი თერჯოლას ვაჩუქოთ. Je vous remercie,